გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლების აქცია TV სახელოსნო მაესტროსგან. ჟურნალისტიკის, მონტაჟის და ოპერატორის ხელოვნების კურსებზე. ფასდაკლების აქცია ძალაშია მხოლოდ 30 ივნისამდე. მიმდინარე აქციის ფარგლებში ყველა დისციპლინა ერთად თვეში მხოლოდ 150 ლარიდან. მისამართი: საბურთალო, ყაზბეგის 47, მეტროდერისთან. ტელეფონი 230 86 96. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებში გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი გოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი გოდიშვილი გახლავართ. სერგო, შედი ერთი ნახე რა, ჩემი სკამი G ხო არ ჭედავს. არა, ხო, კარგი, მაშინ წავალ დავჭდები. კაცი, ვეფხვი, ცხენი, ჭიჭიკია, ბიჭიკია, მიხო, მარო, სვანი, სიქულა და გრიქულა შედიან სახინკლეში. აქ რატომ შემოდიხართ ყველა ოფიციანს უკვირს? აბა ბილეთები G-ზე ვერ შევდივართო და მოლოდინის მიუხედავად UEFA სუპერთასის ბილეთები დღეს ონლაინ რეჟიმში არ გაიყიდება. ცოტა ხნის წინ ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციაში. მას ბილეთები G-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა. ჩვენ ვესაუბრეთ UEFA-ს წარმომადგენელს, უთხრით, რომ ჩვენ ტექნიკურად ვერ ვახერხებთ უზრუნველყოფას თანაბარ პირობებში, რომ ყველა მომხმარებელმა ისარგებლოს საიტით. საქმის კურსში არიან და მიმდინარეობს მუშაობა. არა, მოკლედ რა ბედი გვაქვს ქართველებს რა. როგორც იქნა ჩამოდის სევილია თბილისში და მაშინაც ბილეთები არ არის. გამოახლა ბილეთები G-ს დირექტორი და იმას იტყვის, რომ ადრეა ჯერ თქვენთვის ბილეთები G-ზე შემოსვლა, ჯერ მაპია საჭირო. მაგრამ ისე გაუგეთ ახლა მაგასაც გასულ. გასაგებია, რომ ახლა მესის ნახვა უნდა ხალხს, მაგრამ რა ქნასაც. ბილეთებს ეგ ვერ ყიდის და ახლა მესებს კიდე ეგ ვერ დაბადავს. საერთოდაც მთელ ამ ამბავზე პასუხისმგებელი არის ზოოპარკის დირექტორი. მაგას უნდა ეთქვა, რომ ბარსელონა და სევილია პოპულარული გუნდებია და დასწრებაზე დიდი მოთხოვნა იქნებაო. თორემ აბა ახლა ბილეთები G-ს დირექტორს ახლა საიდან უნდა გაეგო თავისი. მაგას ასე უთხრეს, კარგი საფეხბურთო სპექტაკლი იქნებაო. ხო და ჩათვალე, რომ თეატრში იყო და ახლა თეატრში კიდევ 1000 ადამიანი არ დადის. ფედერაციას კიდევ ახლა ქართული ფეხბურთისთვის ვერ მიუხედავს ნორმალურად, ესპანურზე რომ არაფიქროთ ახლა. ხო და მოდექით ცოტა UEFA-ში აწუხეთ. რამე მოიფიქრეთ, თორემ ხალხი თუ აღშფოთ და ერთს დომენი ექნება შესაძლებელი და მეორეს კიდევ დომენტი. ერთადერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც ბანკში პრობლემები არ აქვს, ამ ბანკის დირექტორიაო ნათქვამია. თუმცა მარტო წართმევა კი არ სცოდნიათ ბანკებს. არა ბატონო, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მოგებამ წლის პირველ ნახევარში 185 მილიონ 577,000 ლარი შეადგინა. საიდანაც 577,000 ლარი ბანკებმა სტიქი დაზარალებულ მოსახლეობას გადაურიცხა. ამის მერე ახლა კიდევ ვილაპარაკებთ სულს ბანკებზე? მთელი 577,000 ლარი გადარიცხეს და რაღაცა საწყალი 185 მილიონი დაიტოვეს მარტო თავისთვის. თან ახლა თქვენ მაინც არ იცოდეთ ახლა როგორ უჭირთ ბანკებს მაგ პულის შოვნა. რას ქვია, რატომ უჭირთ? კაცო, კლიენტებს ახლა გატყავება ხო უნდა? უნდა. მერე კუპრიან ქვაბში ამოვლება ხო უნდა? უნდა. თუ მაინც ვერი შევაფული, მერე შებუმბულაც ხო უნდა? უნდა. ხო და საწყალი ბანკები წელებზე ფეხს ადგამენ კლიენტებს 1-2 მილიონი რომ იშოვონ და ისა ოჯახში შეიტანო. და ვიღაცა უმადურები კიდევ ახლა იმას ამბობენ, რომ რა ცოტა გადარიცხეს. აი ხო შეეძლოთ საერთოდ არ გადაერიცხა. შეეძლოთ. იყვნენ ვალდებულები. არ იყვნენ. მართალია ახლა ეგ 577,000 დაახლოებით იგივეა მარტო პრასი რომ მიეტანა მიზანა ბრეგაძეს სუფრაზე, მაგრამ ეგ არაფერი კაცო. იმიტომ რომ მაგ 577,000 ამოსაღებადაც საწყალ ბანკებს ახლა მთელი 1 საათი მოუწევთ მუშაობა. შეიძლება საათნახევარიც კი. ხო და სუ თანაც სინამდვილეში ახლა რამდენიც არ უნდა გადარიცხონ ბანკებმა ხალხისთვის. ბანკის მოტანის ბოლოს მაინც ისევ ბანკი წაიღებს. ბილეთები G-ს დირექტორს საყვედურობენ. რატომ მოხდა ეს გაუგებრობაო? და რა ვიცი, ჩვენს ძალიან გვიკვირს დინამო სამტრედის თამაშზე ყველაფერმა იდეალურად ჩაიარაო. აჭარის მთავრობასაც საყვედურობენ. ქობულეთის ინფრასტრუქტურა რომ მოუწესრიგებელია, მათ ვინ ჩამოვაო? და აჭარის მთავრობა კიდევ პასუხობს, რა ვინ? აგერ კინტრიში უკვე ჩამოვიდაო. ქობულეთში ტურისტული სეზონი მოახლოვდა. რაზე ეთყობა? რას ქვია რაზე ეთყობა? რაზე და ისე კალენდარზე.
ქობულეთში მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებმა და დამსვენებლებმა სანაპიროზე მოსახვედრად ჯერ მდინარე უნდა გადალახონ, თუმცა არც კინტრიშამდე მისვლა ადვილი. ეკალბარდის გარდა აქ მსხვილფეხა საქონელიც შეხვდებათ. სტიქიის კვალი თამარ მეფის სანაპიროზე შეიმჩნევა. ჩავარდნილი გზა და დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობა ადგილობრივებს დისკომფორტის გარდა, როგორც თავად ამბობენ, საფრთხესაც უქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ძირითადი სამუშაოები აქტიური სეზონის დაწყებამდე დასრულდება. აჰა, აი რო ბუზღუნებდით, ეხლა როცა თბილისის სტიქიურ უბედურებას ებრძვის, აჭარის მთავრობას რა ჭირს, რა საზეიმო ღონისძიებები აუტყდავ. ახლა ხო გაიგეთ პასუხი. ამათ აქაური სტიქიები არ ანაღლებთ თურმე და ეხლა იქაურ სტიქიებზე მოიკლავენ თავს? ის ეს ტურისტების რომ მაგარი გაზულუქებული ხალხია რა. ყველაფერზე ცხვირს იბზუებენ კაცო. თორემ რას უწონებენ ერთი ქობულეთის პლაჟებს, მითხარი. უყურე და დატკბი ამ ჩამონგრეული ჯებირით. რა ეხლა ყველგან ნახავ? მე დიდი ამბავი ხა თუ პლაჟზე ძროხები დადიან. მაგათი თვალიერებითაც დატყვით, რომ სულ კი არ იქნებიან, კაცო, დაკლავენ და შეჭამენ. მით უმეტეს ახლა ის ვებხვიც დასავლეთისკენ მოეშურება, აშკარად. ეს კინტრიში კიდე საერთოდ თითიდან არის გამოწვეული. კინტრიშის გადალახვა რა პრობლემაა ხალხო, გამარკვია. ზღვაში ბანაობა თუ გინდა, ფეხიც უნდა დაისველო ძმაო. ეკი არა ხა მე თუ მკითხავ, ზღვაში ჩერეს კინტრიში ჩასულმა ტურისტმა ორმაგი უნდა გადაიხადოს. ჯერ კინტრიში, მერე კიდევ ზღვაში ბანაობისთვის. უпроსტად სამმაგი. კინტრიში ახლა უკანასკნელ უნდა გადმულახოს. ხო. აი ამ ყველაფრის მიუხედავად კი ადგილობრივი ხელისუფლება მაინც ამბობს, სანამ ტურისტული სეზონი ძალაში შევა, ყველაფერი გამოსწორდებაო. და მე მჯერა რომ ასეც იქნება. დიახ. მართალია უკვე ივნისი მთავრდება და წესით სეზონი ძალაში შესულიც უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება მაინც მართალია. დიახ. რას ქვია რატომ? რატომ და სანამ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, ტურისტული სეზონი ძალაში ვერ შევა. ვერა. საქართველოს საფეხბურთო ქვეყანაა, უпроსტად კი საფეხბურთო კურიოზების. მორიგი სასაცილოდ სატირალი ამბავი ის გახლავთ, რომ თურმე ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პოლონეთთან თამაში სულ ტყუილად გამოტო. ამის შესახებ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა. ყოველი შესარჩევი მატჩის წინ UEFA ფედერაციებს უგზავნის ფეხბურთელთა სიას, რომლებიც დისკვალიფიცირებულნი არიან ან დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. თუკი ფეხბურთელის გვარის გასწვრივ ვარსკვლავია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია, არამედ იმას, რომ ფეხბურთელი მომდევნო ყვითელი ბარათის შემთხვევაში გამოტოვებს შეხვედრას. შესაძლოა ქართველებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ ეს დისკვალიფიკაციას ნიშნავს და ამიტომ არ ათამაშეს ჯაბა კანკავა. სწორედ დისკვალიფიკაციის მიზეზით არ გამოიძახა ის კახაც ხადაც. ვა, ცირკია რა. არა, ცირკიც აღარ არის უკვე. ახლა მეტია ვიდრე ცირკი, კი? ვიცინო, ვიტირო, ვიყვირო, ვიგინოთო, ვილოცო, აღარ ვიცი კაცო. ნაკრების კაპიტანს რამდენი ყვითელი ბარათი ქონდა მიღებული, არ იცოდა ნაკრების მწვრთნელმა და ვისი ბრალია ეს, ჰა? აი ვისი ბრალი, ვისი ბრალი, ვის? რა თქმა უნდა ზოოპარკის დირექტორის ალბათ ხო. ეგ არის პასუხისმგებელი ყველაფერი ყვითელის დათვლაზე, ვებხვების და ბარათებისაც მათ შორის. არა გასულ. გავგიჟდები რა ხა. როგორ არავინ იცოდა მთელს ფედერაციაში რამდენი ყვითელი ბარათი მიიღო კაპიტანმა? თქვენ კაი ადამიანები ხა, თამაშებს თუ არ უყურებთ ახლა. ლაივ სკორს მაინც შეავლეთ თვალის ზრდილობის გულისათვის. აი მე არა, ახლა შეიძლება იცოდენ კიდეც, ახლა ვერც მაგას გამოურიცხა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ფეხბურთის წესები არ იცოდა. ახლა პრინციპში ორივეს არ ცოდა საპატიო. ხო, ახლა რატომ უნდა იცოდეს ადამიანმა რამდენი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ისა მე-6 კალაში განთავსებული ნაკრების კაპიტანს. ეგეც არ იყოს რა, ეხა ისა ბრაზილიის კაპიტანი. მაგრამ კაცო, პოლონეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თუ იცის. ო, პოლონელები განათლებული ხალხია. ერთ-ერთი ბანკის დირექტორი ამბობს, არაფერი ცოტათან ხარჩა მირიცხავს დაზარალებულებისათვის. ბოლო-ბოლო მაგ ფულით გაზს გადავიხდიდიო. დომენტი სიჭინავას ეკითხებიან, ჯაბა კანკავას თამაში ტყუილად რატომ გამოატოვებინეთო? და დომენტი კიდე პასუხობს, ტყუილად კი არა, 3 ყვითელი ქონდა, თორემ რატო არ ვათამაშებდით? 3 ფეხი აქვს, 3 ხელი აქვსო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასე გოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა. მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ფელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლების აქცია TV სახელოსნო მაესტროსგან.
ჟურნალისტიკის, მონტაჟის და ოპერატორის ხელოვნების კურსებზე. გასაკლების აქცია ძალაშია მხოლოდ 30 ივნისამდე. მიმდინარე აქციის ფარგლებში ყველა დისციპლინა ერთად თვეში მხოლოდ 150 ლარიდან. მისამართი: საბურთალო, ყაზბეგის 47, მეტროდელისთან. ტელეფონი 2 30 86 96.